მოგესალმებით ყველას, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და Sports Production Studio წარმოგიდგენთ ფანების ლიგის მესამე სეზონის ფინალურ შეხვედრას. თავიდანვე გეტყვით, რომ ჩვენი გამარჯვებული წყვილი, ჩვენი ამ სეზონის გამარჯვებული წყვილი მომავალ წელს უკვე 2026-ში გაემგზავრება საქართველოს ეროვნული ნაკრების გასვლით შეხვედრაზე. ძალიან დაძაბული და ისეთი ძლიერი სეზონი გამოგვივიდა, მინდა გითხრათ, ძალიან ბევრი კარგი გუნდი მონაწილეობდა ამ სეზონში. ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი კარგი გუნდი ერთვება ჩვენს პროექტში და დღევანდელ ფინალშიც სწორედ ორი ასეთი ძალიან ძლიერი გუნდი უნდა წარმოგიდგინოთ. პირველ რიგში წარმოგიდგენთ ჩვენ უკვე ორგზის ჩემპიონ გუნდს, თბილისის დინამოს, ლაშა გოდუაძე და გაბრიელ ბერაძე. მოგესალმებით. როგორ ხართ, ბიჭებო? კარგად. მემზადებით ტიტულის დასაცავად ძლიერ მეტოქესთან და ნახოთ, ან ჩემი გამოჩნდება. კი ბატონო, გაბრიელ. ვარ იქნებოდა თავიდანვე ვიცოდით, იმიტომ შემადგენლობა შარშანელთან შედარებით კიდე უფრო გაძლიერებული იყო, რაც რა თქმა უნდა, უფრო სასიამოვნო, უფრო მეტ დაძაბულ თამაშს ნიშნავს და რაც უკვე ნახით. ასეც გამოდგა ფაქტიურად და ველოდებით დღესაც ძალიან მძიმე ბრძოლას. კი ბატონო, დაგეთანხმებით ნამდვილად, რომ მეც მძიმე ბრძოლას ველოდები, იმიტომ რომ თუ თბილისის დინამოს ასეთი წარმატებული სვლა არ იყო ჩვენთვის სიურპრიზი, იმიტომ რომ როგორც გითხარით, წინა ორი სეზონის ჩემპიონი გუნდია თბილისის დინამო. ეს გუნდი წლევანდელ სეზონში ნამდვილად ასე ვთქვათ, სენსაციად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, რამდენად ძლიერი ბიჭები თამაშობენ, ყოველ შემთხვევაში შარშანდელი სეზონი, თქვათ, ისეთი წარმატებული არ გამოვიდა, მაგრამ წელს ისეთი გუნდები გაიარეს, რომ და ისეთი თამაშით, რაც მთავარია, ისეთი მაგარი თამაშით, რომ ნამდვილად ძალიან ღირსეულად მოიპოვეს ადგილი ფინალში. საგარეჯოს გუნდი გარეჯი, გიორგი ტაბატაძე და გოჩა ბარიხაშვილი. მოგესალმებით ბიჭები. როგორ ხართ თქვენ? რავი, კარგად, საბრძოლო განწყობაზე და ვიცით, რომ ისე მოწინააღმდეგეს და ტიტულოვანს და ყველაზე გამოცდით, რა ვიცი. გავუწიოთ წინააღმდეგობა მედგარი. კი ბატონო, რა სიტყვით განვლილ სეზონზე, როგორი მართლა ძალიან ძლიერი მეტოქეები გაიარეთ და სერიოზულად ძალიან ძლიერი შემადგენლობა იყო ამ სეზონში, მაგრამ ნუ თქვენ ისეთი მეტოქეები შეგვქვათ, რომ არ იყო ადვილი. სერიოზული მეტოქეები ყავდა, ამაც კაპიტანი თავდადებული უფრო და უფრო იცვლებოდა ეს იზრდებოდა სიძლიერე და თავარი ჩვენი ის იყო, რომ ჩვენთვის პირველ სადებიუტო ტურნირზე ძალიან დასანანად გამოვარდით, ასე ვთქვათ. კი, გეთანხმებით ნამდვილად. ცოტა აღმართლება, უიღბლობა ალბათ რაღაც იყო, რაც გამოვასწორეთ. გაითვალისწინეთ მომდევნო სეზონზე. შესტანო გაითვალისწინეთ. კი ბატონო, ნამდვილად არ შემიძლია არ თქვა, რომ ნამდვილად ძალიან ღირსეული სეზონი ჰქონდათ და ღირსეულად ხართ ფინალში აბსოლუტურად დამსახურებულად და რა თქმა უნდა, წარმატებას გისურვებთ ორივე გუნდს. მეგობრებო, ჩვენი წესები არ შეცვლილა, რაც იცით ისე იყო და მე მგონი შეგვიძლია უკვე დავიწყოთ და ვიწყებთ უცხოური ტურით, სადაც ყოველი სწორი პასუხი ერთი ქულით ფასდება. მაშ ასე ვიწყებთ ფანების ლიგის მესამე სეზონის ფინალურ შეხვედრას, პირველი ტური, ანუ უცხოური ტური და პირველი შეკითხვა. ორივე ძმა ინგლისში, ლონდონში დაიბადა. ნიგერიელი მამის და ალჟირელი ფრანგი დედის ოჯახში. უფროსი ძმა სულაც იძახის, რომ 4 სამშობლო აქვს: საფრანგეთი, ნიგერია, დიდი ბრიტანეთი და ალჟირი. უმცროსი ძმა ამჟამად ჩელსის 21 წლამდელთა გუნდშია და რიჩარდი ჰქვია. უფროსი ძმა კი გაცილებით ცნობილი ფეხბურთელია. საფრანგეთის ნაკრებში თამაშობს და თქვენ ახლა უნდა მითხრათ, ვიზზე გეკითხებით. აბა, ასეთი ბიოგრაფიით თუ გახსენდებათ ვინმე? უფროს ძმას გეკითხებით. პატარა მინიშნება შემეძლო და მემატებინა, მაგრამ ფინალია და მაინც აღარ გავამაგრე. კარგი, არ არის პასუხი, მე მგონი. გარისკეთ. კი ბატონო, დაჭოს პოგბა რა ვიცი. ნუ არიან ვიცი. პოგბა არ არის სწორი პასუხი, თქვენც ხო არ გაქვთ რამე ისეთი ვერსია რომელიც აუც რადგან საფრანგეთის ნაკრებში თამაშობს. რა ვიცი, იყოს იურახიმა და რიჩარდ კონატი. მაიკლ ოლისე არის, სწორი პასუხი.
მისი ძმა რიჩარდი არის ჩელსის 21 წამდელი თამაშში და საინტერესო დაიწყო. აი საინტერესო დაიწყო. ხო, ცოტა რთულად დაიწყო. თუმცა ახლა შეიძლება თლად ასეთი სირთულის კითხვები არის. უბრალოდ ცოტა თავიდან შეგაშინეთ. მის ამბოვნათლარი ცოტა ესეც საკმაოდ პატარა არის და კი ბატონო. პრობლემები არიან ძმები. კარგი, მეორე შეკითხვა. მისი მეტსახელებია ჯეიმს ბონდი და ჯესი ჯეიმსი. თავისი ქვეყნის ნაკრების 10 ნომერია და მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირობით ამაყობს. უთამაშია რეალში, ბაიერნში. ხამეს როდრიგესი. ხამეს როდრიგესის სწორი პასუხია და პირველი ფულა თბილისის დინამოს. კი ბატონო. მოგითხარით ყველა ეგრეთ თული კითხვა არ იქნება მე. მაინც. საინტერესო დასაწყისი იყო. კი ბატონო. შემდეგი შეკითხვა. მისი გოლით ინგლისის 19 წლამდელთა ნაკრებს 1-0 აქვს მოგებული ნიდერლანდების იგივე ასაკის ნაკრებისთვის. თან ეს ყველაფერი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მოხდა. უთამაშია ნოტინგემში, შეფილდში, ბლეკბერნში. ინგლისის გარეთ სულაც მხოლოდ ესპანეთში, მიქაუტაძის ამჟამინდელ კლუბში უთამაშია. ახლაც ინგლისშია, დერბი კაუნტიში. თუმცა ყველაფრის მიუხედავად დიდ სანაკრებო დონეზე არჩევანი დედის სამშობლოზე გააკეთა და მიუხედავად იმისა, რომ მისი ნაკრები მსოფლიო 2026-ზე ვერ გავიდა, კოპა ამერიკაზე თამაში მაინც გარანტირებული აქვს. აბა თუ გახსენდებათ ასეთი ინგლისის 19 წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელიობა დააჭირა დინამომ? დიმარა იგრეი ხო არა? არ არის სწორი პასუხი, თქვენ ხო არ გაქვთ რამე ვერსია? ვარ მეშლება კემბელი იყო ვილიარეალში. კემბელი არ ვიცი, შეიძლება იყო კიდეც რივიერიაში, მაგრამ ბენ დიასზე არის საუბარი, რომელიც ჩინეს ბენ ბრერეტონ დიას. კი ბატონო, რომელიც ჩილეს ნაკრების სახელით გამოდის, მიუხედავად ისა, რომ 19 წამდელებში არა, ნახე 19 წამდელებში და მე დედის ეს აირჩია. კი ბატონო, ანგარიში დარჩა უცვლელი 1-0 და შემდეგი შეკითხვა. მისი სრული სახელი და გვარია კეპლერ ლავერან ლიმა ფერეირა. და ის პირველი სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელია, ვინც 100-ზე მეტი მატჩი პეპე სწორი პასუხია, კი ბატონო. გახსოვდა სრული სახელი თუ აი კეპლერ ის დასაწყისი მახსოვდა. ხო, კი ბატონო. უნდა მეთქვა რომ 100-ზე მეტი მატჩი ითამაშა ევროპულ ნაკრებში, პირველი სამხრეთ ამერიკელია, რომელსაც ესე სტრაფად ევროპულ ნაკრებში არა უშავ ჯერ წინ ძალიან ბევრი კითხვა. 2-0-ია. ნუ წუწუნებ გაბრია. ოლისაც შეიძლება. ვერ ინელებს. არა უშავ. 2-0 ანგარიში და შემდეგი შეკითხვა. ბავშვობაში ჯერ მილანს ქომაგობდა და მარკო ვან ბასტენს. ევრო 1996 წლის შემდეგ კი ალან შირერის ფანი გახდა და ნიუკასლის მაისურში იძინებდა იმოცნებით, რომ ერთხელ ითამაშებდა ამ კლუბში. თუმცა მისი კარიერა სხვაგვარად განვითარდა. 3 ინგლისურ კლუბში ითამაშა და არც ერთი მათგანი არ იყო ნიუკასლი. აუ, არც ერთი მათგანი არ იყო ნიუკასლი. ცუდ დროს დააჭირე, ხო? ძალიან. მაიკროინს ამბობ. არ არის სწორი პასუხი. მეც უმეცავ ნიუკასლის შეკითხვას. ტოტენჰემი, მანჩესტერი და ფულემი. ეს არის ის ინგლისური კლუბები, სადაც ის თამაშობდა. კარიერა კი ინდოეთში, კერალა ბლასტერში დაასრულა. თუ კიდევ ვერ მიხვდით ვის გულისხმობ, მაშინ გაიხსენეთ ვის აქვს გატანილი 5 გოლი საქართველოს ნაკრებში, ნაკრების კარში. დიმიტარ ბერბატოვის სწორი პასუხია, კი ბატონო. აი ცოტა იჩქარე გიო. ცოტა არა ძალიან. ძალიან. 3-0 ანგარიში, მაგრამ ნუ მოგეხსენებათ წინ ძალიან ბევრი კითხვა და ბევრი ამბავი გვაქვს და გადავდივართ ფოტო ტურზე. შემდეგი ჩვენი ტური არის ფოტო ტური. მე შეგახსენებთ რომ აქ იქნება 3 ფოტო. პირველი ფოტო არის 3-4-ზე ფოტო. სადაც გამოჩნდება ფრაგმენტი და უნდა ვეცადოთ რომ გამოვიცნოთ ფეხბურთელი. თუ შეიძლება გავუშვათ პირველი ფოტოს პირველი ფრაგმენტი. აბა ხოლოდ აი ეს ამბავი თუ გვაძლევს რამეს. პასუხი არ ჩანს და შეგვიძლია დავუმატოთ მეორე ფრაგმენტიც. აბა პრინციპში ის არის, რა ქვია, შეიძლება კიდეც მიხვედრა ადამიანი, შეიძლება. ნუ მოდი გავრისკავ რა არ ამგონი. აბა იანრაში ხო არ არის.
არა, იანრაში არ არის სწორი პასუხი და უკვე თქვენ შეგიძლიათ ბოლომდე ნახოთ ფოტო. მაინც ვერა? მე ახლა იანრაში მგონია უკვე. დინა. ეხლა იანრაში გონიათ? არ ვიცი, მე ვეუწყობ შენ. ო, არ არის თვადისეთ დასწრობი, მე ცოტათი შეიცვალა, მაგრამ დევიდ სიმენი არის. სიმენის ვარიანტი. ნუ შენ ინგლისური არის საერთოდ სხვა ისა ტიპაში. არა, ეხლა რო თქვი, ხო, რა თქვი მე უფრო აღვიქვი. კი ბატონო, გეთახმებით. მარცხნილობა შეიცვალა და კი, მე უფრო ადვილი ახსაქმელია, როცა ვიცით ხოლმე. შემდეგი ფოტო გახლავთ საერთაშორისო მატჩიდან ფოტო. ამ შემთხვევაში ეს არ არის ნაკრებების, ეს არის საკლუბო ფეხბურთიდან, ანუ რომელიმე დიდი ტურნირის მატჩია და პირველი ფრაგმენტი გავუშვათ. დააჭირა დინამომ. არსენალი რეალი უნდა იყოს ეს. არსენალი რეალი არ არის ეს თამაში და თქვენ შეგიძლიათ ბოლომდე გახსნათ და თუ ვიცნობთ, აბა არა, არსენალი გალათასარაის ფინალი. კი ბატონო, არსენალი გალათასარაის პასუხია. ყვითელი და ის რო ჩანდა. თეთრმა ბერნაბეუზე რო იმას გაუტანა. ძალიან გავდა. ანრის ეგ ფორმა იწვა ზუსტად და თუ მე ადრეც ხონია თქო. კი ბატონო. და პირველი ქულა გარეშ, 3-1 ანგარიში. და შემდეგ შეკითხვა არის უკვე ორქულიანი, მეგობრებო. ეს არის უკვე ქართულ ფეხბურთზე და იმიტომ არის ორქულიანი. მე აქ გეტყვით რომ არ არის აუცილებელი აქ იყოს საქართველოს ნაკრები, შეიძლება იყოს კლუბი, ქართული კლუბის რომელიმე ისეთი ან ევროთასის თამაში. და თუ შეიძლება აქაც ორივე კლუბი უნდა დავასახელოთ. აბა ამ ფოტოთი თუ ფორმებით თუ რამეს გვეუბნება აღარ ჩქარობს არც ერთი გუნდი და მე მგონი შეგვიძლია დავამატოთ კიდევ ერთი ფრაგმენტი. აბა რა გუნდები შეიძლება იყვნენ? როგორც მიხდით, ნაკრებების თამაში არ არის თავისთავად, საკლუბო ფეხბურთია. არ არის ვერსია და ბოლომდე გავხსნათ მაშინ ფოტო. დაუჭირო. აბა გისმენთ, კოჩა. გორის დილა უკრაინულს ვის შეხვდა? ბოლოს. გორსკლა ვაიც ვის შეხვდა უკრაინულს? კარპატი. არ არის სწორი პასუხი, თქვენ ხო არ გაქვს რაიმე ვერსია? გორის დილა ფინური კლუბი იყო თუ არ ხდება ჩამოსული. TPS-ი თუ რაღაც ესეთი. არა, ეს არის 2023 წლის დუნაისკას ტრენერ გორის დილა. დიახ, კი ბატონო, გორის დილა ნუ სწორად გამოიცანეთ რა თქმა უნდა, მაგრამ დუნაისკა იყო მეორე გუნდი. რა უკეთილი იყო უკრაინელების ზავა. 3-1 დარჩა ანგარიში და გადავდივართ ქართულ ტურზე, მეგობრებო. და ქართული ტური მოგეხსენებათ, ყველა სწორი პასუხი არის ორქულიანი. შესაბამისად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა თქმა უნდა ქართულ ტურს. და დავიწყოთ ქართული ტურის პირველი შეკითხვა. ყურადღებით მოусმინეთ. გიორგი გაბიდაური, ზურაბ იონანიძე, დიმიტრი კუდინოვი, ზურაბ მენთეშაშვილი, დიმიტრი ტატანაშვილი, ირაკლი ძარია, კახა ცხადაძე, გიორგი შაშიაშვილი და ლაშა სალოკვაძე. რა აკავშირებს ყველა ამ ფეხბურთელს? რაღაც საერთო ნიშანი აქვს ყველა ამ ფეხბურთელს. შემიძლია თავიდან ჩამოგითვალოთ. გიორგი გაბიდაური, ზურაბ იონანიძე, დიმიტრი კუდინოვი, ზურაბ მენთეშაშვილი, დიმიტრი ტატანაშვილი, ირაკლი ძარია, კახა ცხადაძე, გიორგი შაშიაშვილი და ლაშა სალოკვაძე. მოდი გავრისკავ, ერთი გოლი ხო არა აქვს საქართველოს ნაკრებში. კარგად გარისკე, განგრიეს. სწორი პასუხია. კი ბატონო, თითო გოლი აქვს საქართველოს ნაკრებში გატანილი და ეს არის საერთო დამახასიათებელი ამ ფეხბურთელებისთვის. რო ხა აღარ დავა კონკრეტად იქ რომ ნაკრებს ეხებოდა. გაბიდაურმოს არ გაიჩერა. ხო, აქვს გატანილი, როგორც აღმოჩნდა. 5-1 ანგარიში და შემდეგი შეკითხვა. ის მოედანზე თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში. მე ახტაცებული ვიყავი მისი საცირკო ტრიუკების მსგავსი ფინტებით, არტისტიზმამდე დახვეწილი ტექნიკით. ასე დაახასიათა ის ბორის პაიჭაძემ. ამასთან ერთად ფეხბურთის თამაშის და მწვრთნელობის გარდა სხვადასხვა დროს მას მოუწია მუშაობა ინჟინრად
და საშენ მასალათა ქარხნის დირექტორადაც კი. დაწერილი აქვს 2 წიგნი ფეხბურთზე. ქართველი ფეხბურთელები ირანსა და რუმინეთში, დინამომ დაასწრო. გაიო ჟეჯელავ. გაიო ჟეჯელავას სწორი პასუხია. წიგნებიდან გაგახსენდა. კი ბატონო. მართლა საინტერესო წიგნია სხვათა შორის და გულშემატკივრებს ურჩევ. ხომ არ გაქვს. რომ მათხოვო. მათხოვე მაშინ. იმიტომ რომ მართლა არ მაქვს საკითხული და ნამდვილად საინტერესო იქნება. 7-1 ანგარიში, მაგრამ მეგობრებო, წინ კიდევ გვაქვს ბევრი კითხვა, ასე რომ ყურადღებით. სამხრეთ აფრიკული კლუბია Moroka Swallows-ი. ალბათ გსმენიათ. იმის შესახებაც იცით ალბათ, რომ ამ კლუბში ქართველი გიორგი ნერგაძე თამაშობდა. ახლა თქვენ უნდა მითხრათ, თუ ვინ წვრთნიდა ამ სამხრეთ აფრიკულ კლუბს, როდესაც იქ ნერგაძე თამაშობდა. ჩემი მხრივ დავამატებ, რომ ისინი ასევე ერთ დროს იყვნენ დინამო თბილისშიც, ფეხბურთელის და მწვრთნელის ამპლუაში. ისინი? ანუ მწვრთნელი უნდა მითხრათ, ანუ ნერგაძესთან, ანუ ნერგაძე და ეს ადამიანი. ანუ ნერგაძე როცა დინამოში თამაშობდა, ის დინამოს მწვრთნელი იყო. როდესაც ნერგაძე თამაშობდა, ნერგაძესთან ესა დიახ. ნერგაძე როდესაც თამაშობდა სამხრეთ აფრიკულ კლუბში, ის იყო ისმეთ უგრინი არ არის სწორი პასუხი, თქვენ ხო არ გაქვთ? მაშინ. არა, მაშინ 2000-ში რაინერ ცობელი ცხოვრია. რაინერ ცობელი სწორი პასუხია, კი, რაინერ ცობელი არის სწორი პასუხი. დინამოშიც ერთად იყვნენ ნერგაძესთან ერთად და მარსენდერგუს. აფრიკული გოჩატკებუჩავაზე რა. ხო, არა, რაინერ ცობელი არ იყო. ქართველი რო არ იყო მივხვდით, მაგრამ კი ბატონო, 9-1 ანგარიში და შემდეგი შეკითხვა. საქართველოს თასის პირველი ფინალი თუ გახსოვთ, გურია ცხუმი. გამარჯვება გურია მიზეიმამ. როდესაც დამატებით დროში გაიტანა გამარჯვების გოლი. ჩემი კითხვა შემდეგში მდგომარეობს. თასის პირველი გათამაშების გამარჯვებულები გახდნენ ლეგიონერებიც. ორნი და უნდა მითხრათ, რომელი ქვეყნის წარმომადგენელი? ლიეტუველები. კი ბატონო, ლიეტუველებს მივიღებთ, ლიტველებს არ მივიღებთ, ლიტველებს მივიღებთ. მეთქი გვარები სწორი პასუხია. გვარებიც ხო არ გახსოვს? ბალტუშნიკასი და თუ არა. ფრიდრიკასი და ფრიდრიკასი არის ხო? ფრიდრიკასი იყო. რიმას მაჟეიკაც, მაგრამ მაჟეიკას და ორნი იყვნენ, მაჟეიკას და ფრიდრიკასი. ფრიდრიკასი. ალტუშნიკასიც იყო კიდე. თასის ფინალში მე მგონი არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ნუ ლიეტუველების სწორი პასუხია 9-3 ანგარიში და ქართული ტურის ბოლო შეკითხვა. ადიგენში დაბადებულმა ამ მცველმა კარიერა საბჭოთა კავშირის დროს ბათუმის დინამოში დაიწყო. თუმცა ბათუმელთა შემდეგ თბილისის დინამოშიც მოხვდა. ომარ თეთრაძე უნდა იყოს. არ არის ომარ თეთრაძე, სწორი პასუხი, თქვენ შეგიძლიათ ბოლომდე მოусმინოთ. თბილისის დინამოშიც მოხვდა. ერთადერთხელ 1992 წელს ითამაშა ეროვნულ ნაკრებში ლიეტუვასთან გასვლის შეხვედრაში. ასევე ერთადერთხელ ითამაშა ევროთასებზე თბილისის დინამოს რიგებში. ეს იყო ქართული კლუბის პირველი საევროთასო დაპირისპირება ლიმფილთან. ოღონდ ამ მცველმა მონაწილეობა განმეორებით, ანუ ჩრდილო ირლანდიურ შეხვედრაში მიიღო. თუ გავითვალისწინებთ, რომ მაშინდე დინამოში არც ისე ბევრი მცველი ირიცხებოდა, ამ ფეხბურთელის ვინაობა უნდა გაიხსენოთ. ბათუმის დინამოში დაიწყო, შემდეგ თბილისის დინამოში იყო, თითო თამაში აქვს ნაკრებში და ევროთასებზე. და ნათამაშები აქვს ლიმფილთან გასვლითი შეხვედრა. არ გაქვს. ცხოვრებსი არა მაქვს ფიცხალავას. ფიცხალავა არ არის სწორი პასუხი და მითხარი შენ. გოჩაჩიკოვანი სწორი პასუხია, სამწუხაროდ უკვე აღარ ჩაითვლება, მაგრამ ერთმანეთში ფეხბურთელები. გოჩაჩიკოვანი იყო სწორი პასუხი ნამდვილად და 9-3 დარჩა ანგარიში და გადავდივართ შემდეგ რუბრიკაზე. და შემდეგი რუბრიკა გახლავთ სარბიელის არქივი. სადაც გვექნება ორი სკრინი წარმოდგენილი ძველი სარბიელებიდან. ერთი არის უცხოური, ერთქულიანი, ერთი ქართულ თემატიკაზე ორქულიანი. პირველი არის უცხოური, ერთქულიანი. მაშინ ასე წაგიკითხავთ, ახლა გეტყვით, ვის სიტყვებს ციტირებდა 2005 წლის 17 დეკემბერს სარბიელი. თუ შეიძლება, ავხსნათ ფოტო და წავიდეთ. გონია რომ სელტიკის ბიჭებს ვეყვარები, თქვა მან. თუნდაც ჩემი პირდაპირობის გამო. არასდროს მithქვავს ვინმესთვის ესეთი რამ, რასაც საკუთარ თავს არ ვისურვებდი. დინამომ დააჭირა. როიკინი უნდა იყოს. როიკინის სწორი პასუხია, ნამდვილად როიკინი, რომელიც სელტიკში გადაბარგდა. კი ბატონო, სწორი პასუხია. 10-3 ანგარიში და შემდეგი კითხვა არის უკვე ორქულიანი, რადგან არის ქართულ ფეხბურთზე. 2000 წლის სარბიელის ერთ-ერთ ნომერში ეს ფოტო გამოქვეყნდა.
თქვენ უნდა დაასახელოთ ორივე ფეხბურთელის ვინაობა. გავხსნათ ფოტო. წლეულს ეს ვიღაც პირველად ნიუკასლთან მატჩში ვიღაცასთან შეჯახებისას დაშავდა. ტალინის ტრამვამ კი 3 თვით დაასვენა. ფოტოსაც დააკვირდით. კი, 2000 წელი. წლეულს ეს ვიღაც პირველად ნიუკასლთან მატჩში ამ ვიღაცასთან შეჯახებისას დაშავდა. ტალინის ტრამვამ კი 3 თვით დაასვენა. ორივე ფეხბურთელი უნდა დაასახელოთ. ფოტოსაც დააკვირდით კარგად. კი, ბატონო. აბა. ქართულ ფეხბურთში ხო? კი ბატონო, ქართული თემატიკა. აი, გავრიშკოთ მაინც. დინამო რისკავს? ქეცვაია და კინკლაძე. კინკლაძე და კეცბაია ორი წელია ორივე ქართველი იყო. რა თქმა უნდა, ორივე ქართველი იყო. მე არ მახსოვდა ეს ფაქტი მართალი გითხრათ რომ იპოვე. კინკლაძე და კეცბაიას აულეციათ ერთმანეთი. ერთ-ერთ შეხვედრაში. ორივე ვახშენთ, კეცბაიას და კინკლაძეს. აი პირველად გავიგე ეს ამ ფაქტში. კი, მეც არ ვიცოდი და ნუ აი ფოტო, ყოველთვის ფოტომ ასე მითხრა, აქეთ კეცბაია წევს და აქეთ კინკლაძე. კი, აქეთ კეცბაია არის და აქეთ კინკლაძე არის, მარცხნივ კინკლაძე წევს და მარცხნივ კეცბაია. კეცბაიამ დააშავა კინკლაძე როგორც ჩანს და მე უკვე ტალინში ესტონეთთან გასვლის შეხვედრაში მიიღო ამ ხანაგურ შეხვედრაში მიიღო ტრავმა კინკლაძემ და 3 თვით მოუწია დასვენება. და მოკლედ ორი ქულა თქვენ ისევ და 12-3-ია ანგარიში და გადავდივართ ბოლო ტურზე, რომელიც გახლავთ ქალაქობანა. და შეგახსენებთ, რომ ქალაქობანაში 5-5 კითხვაა და ძალიან ბევრი რამე შეიძლება შეიცვალოს. მაშ ასე პირველი უნდა ამოვირჩიოთ რომელ ასოზე ვითამაშებთ და დავატრიალოთ დოლურა. ასობგერა I. მაშ ასე დავიწყეთ. პირველი არის ნაკრები. შეგახსენებთ, პირველი არის ნაკრები. 2016 წელს ორი თამაშით ამ ნაკრებს ჰარი რედნაპი წვრთნიდა. ნუ ორი თამაში 2016 წელს ორი თამაში ამ ნაკრებს ჰარი რედნაპი წვრთნიდა. კლუბი 7 წლის წინ დაარსებულ ამ კლუბში ყველაზე მეტი მატჩი დრეიკ კალენდერს აქვს ნათამაშები. 7 წლის წინ დაარსებულ ამ კლუბში ყველაზე მეტი მატჩი დრეიკ კალენდერს აქვს ნათამაშები. უცხოელი ფეხბურთელი ამ ბულგარელმა 2000 წელს სპორტინგთან ერთად პორტუგალიის ჩემპიონობა მოიგო. ამ ბულგარელმა 2000 წელს სპორტინგთან ერთად პორტუგალიის ჩემპიონობა მოიგო. ქართველი ფეხბურთელი 2006-2007 წლების სეზონში ეროვნული ლიგის ბომბარდირი სწორედ ის გახდა. 2006-2007 წლების სეზონში ეროვნული ლიგის ბომბარდირი სწორედ ის გახდა. და წვრთნელი ინგლისურ ბორნმუთს ახლა სწორედ ეს ბასკი წვრთნის. წვრთნელი ინგლისურ ბორნმუთს ახლა სწორედ ეს ბასკი წვრთნის. დავასრულეთ მეგობრებო. ვაჩვენოთ კამერებს თუ შეიძლება რა გვაქვს და რა არ გვაქვს. იქით კამერებს გენერალია. ერთნაირად ხარ? მაგრამ არ ვარ დაწუნებული. ჩვენ კარგი, გავყვეთ 12-3 ანგარიში და გავყვეთ. ნაკრები 2016 წელს ორი თამაშით ჰარი ისე გვწერია რა ვიცი. ინგლისი არ იქნებოდა, მაგრამ იამაიკა ხო არ იყო? არა, სწორი პასუხია იორდანია. იორდანიის ნაკრებს წვრთნიდა ჰარი რედნაპი ორი თამაში 2016 წელს. ანგარიში დარჩა 12-3. 7 წლის წინ დაარსებულ ამ კლუბში ყველაზე მეტი მატჩი დრეიკ კალენდერს აქვს თამაშები. თქვენ არ გიწერია თქვენ? არ ჩვენ არ გიწერია. ინტერ მაიამი ინტერ მაიამი გახლავთ ეს კლუბი. ცოტა ისე რთული წარმოსადგენია, იქ მესი და სუარესები მესი სადაც თამაშობდა დრეიკ ევროპაში კალენდერს. რეალებლით კი ბატონო, მესმის. უცხოელი ფეხბურთელი, ბულგარელი, რომელმაც სპორტინგთან იგი წერია? ივანოვი. იორდანოვის სწორი პასუხია და 3 პუნქტი. ივაილო იორდანოვი. просто ჩავწერეთ ეგ. ივაილო იორდანოვი იყო ის ბულგარელი, რომელიც სპორტინგთან ერთად მოიგო პორტუგალიის ჩემპიონობა და 12-6 ანგარიში 2006-2007 წლების სეზონში სანდროიაშვილის სწორი პასუხია 13-7 ანგარიში და ბორნმუთის მწვრთნელი ანდონი ირაულა. ირაულა სწორი პასუხია.
14-ით 8 არის ანგარიში, 6 ქულაა სხვაობა და დაგვრჩა ბოლო ეტაპი. როგორც ხედავთ, მეგობრებო, იცოდით რა ასოზე იყო, მაგრამ საკმაოდ გართულდა ეს ამბავი და ახლა მით უმეტეს არ იცით. შემდეგ ეტაპზე აღარ იცით უკვე რა ასოზე გვაქვს კითხვები და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. 14-ით 8 არის ანგარიში და ვიწყებთ ბოლო რაუნდს. ქალაქობანას ბოლო რაუნდი. მაშასე ნაკრები. ამ ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი ლაიამ უოლკერს აქვს ჩატარებული და ყველაზე მეტი გოლის ავტორიც ისაა. ამ ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი ლაიამ უოლკერს აქვს ჩატარებული და ყველაზე მეტი გოლის ავტორიც ისაა. კლუბი. ბავშვობაში ამ ჩრდილოირლანდიური კლუბის ფანი იყო ჯორჯ ბესტი. თუმცა კლუბმა ის დაიწუნა სიმაღლის და სიგამხდრის გამო. ბავშვობაში ამ ჩრდილოირლანდიური კლუბის ფანი იყო ჯორჯ ბესტი, თუმცა კლუბმა ის დაიწუნა სიმაღლის და სიგამხდრის გამო. ესე გახსენებთ, რომ ყველა პასუხი ერთ-ერთი ასოზე იწყება. უცხოელი ფეხბურთელი. ამ მეკარეს ირლანდიის ნაკრებში რობი კინის მერე ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. ამ მეკარეს ირლანდიის ნაკრებში რობი კინის მერე ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. ქართველი ფეხბურთელი. საქართველოს ნაკრებში 6 მატჩი ითამაშა. ბევრი ქვეყანას მოიარა, ახლა კი ერზურუმ სპორტში თამაშობს. საქართველოს ნაკრებში 6 მატჩი ითამაშა, ბევრი ქვეყანას მოიარა, ახლა კი ერზურუმ სპორტში თამაშობს. და მწვრთნელი. ამ ბელგიელ მწვრთნელს 10-ზე მეტი გუნდი გაუწვრთნია. მათ შორის PSV, გალათასარაი და მაროკოს ნაკრებიც. ეს არის. ამ ბელგიელ მწვრთნელს 10-ზე მეტი გუნდი გაუწვრთნია. მათ შორის PSV, გალათასარაი და მაროკოს ნაკრებიც. დავასრულეთ მეგობრებო. სხვა ვარიანტი მაინც აქვს. დავასრულეთ მეგობრებო, თუ შეიძლება კამერებს ვაჩვენოთ. დავაკეთეთ ბოლო ინჩი. 5 პასუხი გვაქვს ორივეს. ახლა ვნახოთ რამდენად სწორი იქნება. ანგარიშია 14-ით 8. დავიწყეთ. ნაკრები ყველაზე მეტი მატჩი ლაიამ უოლკერს აქვს. გზაზე წავედით და განა არის. გიბრალტარი. გიბრალტარი სწორი პასუხია. გიბრალტარია ეს ნაკრები, სადაც ლაიამ უოლკერი თამაშობს და 17-ით 8 არის ანგარიში. კლუბი ჯორჯ ბესტი ლენტორანი სწორი პასუხია და 18-ით 9 არის ანგარიში. ირლანდიის ნაკრების მეკარე რობი კინის მერე შეიგივე. კი ბატონო, სწორი პასუხია და 19-ით 10 არის ანგარიში. ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც გოგია გუწერია, მაგრამ სავარაუდოდ გიორბელიძე არის სწორი პასუხი, 19-ით 13 ანგარიში და მწვრთნელი ბელგიელის ერიგერეცი სწორი პასუხია და ჩვენი ფანების ლიგის მესამე სეზონის გამარჯვებული ხდება კვლავ თბილისის დინამო და აი მეგობრებო, გილოცავთ, გეტყოდით რომ სამუდამოდ გრჩებათ მეთქი, ზედიზედ სამჯერ, მაგრამ ისედაც წინათასებით სამუდამოდ დაგჭარბდა. ეს მიმაქვს მე პირველად. დარჩენი ორი ლაშასთან. მეორე ვისთან წაიღო. გილოცავთ, მე კიდევ ერთხელ გეტყვით რომ ჩვენი პროექტის წარმდგენია ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და Sports Production Studio და სწორედ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მეშვეობით მომავალ წელს თქვენ კიდევ ერთხელ გაემგზავრებით საქართველოს ეროვნული ნაკრების გასვლის შეხვედრაზე. გარდა იმისა, რომ ეს სიმბოლური თასიც თქვენი საკუთრებაა. გილოცავთ ზედიზედ მესამე ჩემპიონობას და რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა და ძალიან დიდი პატივისცემა გარეჯის ფანებთან, იმიტომ რომ წინვალე შესანიშნავი სეზონი განვლეს ბიჭებმა, ფინალშიც ძალიან კარგად ითამაშეს. მესმოდა ხშირად დაასტრეს აქ რაღაცა ისე რაღაცა და თამაშია რა თქმა უნდა და ხანის ეხდება, ხანას ეხდება. საკმაოდ გამოცდილ გუნდთან დავარსდით, მოკლედ ძალიან დიდი მადლობა თქვენ ორივე გუნდს, რა თუ რამე გისმენთ, თუ რამე აზრი გვაქვს რომ ნამდვილად აღწევდა იმაგები გული ნამდვილად ესე მიკროფონთან წავედით, თვითონ გული შეუძლია მონაწილეობის. კი ბატონო. ჩემთვის ასე თქვა თუ სიუშვიდე შეიძლება ერთგვარი შვება. ერთგვარი შვება. ძლიერებთან წავაგეთ. კი ბატონო, თქვენ გისმენთ ბიჭებო, გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა და მით უმეტეს დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება კიდევ 40 და 60 სასიამოვნოა. რა თქმა უნდა, გვიხარია. და რა ვიცი.
მომდევნო სეზონებში ვეცდებით, რომ კიდევ ვიაროთ ესეთ ასების. ველოდებით საქართველოს ნაკრების კალენდარს, აბა სად მოგიწევთ წასვლა, ხო? მოკლედ, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ გუნდს, რომელიც ჩვენს მესამე სეზონში მონაწილეობდა. ამით ჩვენი ფანების ლიგის მესამე სეზონი დასრულებულია და იმედია შევხვდებით უკვე მომავალ წელს. კარგად ბრძანდებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე.